მეცნიერებათა დოქტორი ჩაგვერთვება, რომელსაც მივესალმები. გიორგი, გამარჯობა და გისმენ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და გისმენ იმ თვალსაზრისით, რომ მინდა პირველ რიგში უთხრა ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რაც შეიძლება მოკლედ, რამდენად შეიძლება უფრო კონკრეტულად და დეტალურად რას ითვალისწინებს ეს აქტი. შემდეგ უკვე მის შეფასებაზე გადავიდეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოკლედ ეს აქტი ითვალისწინებს შემდეგ რამეს. ის ავალდებულებს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ან ამერიკის პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის გავლით, რომ მან მოამზადოს რამდენიმე ანგარიში საქართველოზე. პირველი 180 დღის ვადაში უნდა მომზადდეს ანგარიში, რომელიც გაანალიზებს საქართველოში რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის ინფილტრაციის მასშტაბებს. მეორე USAID-ს ცალკე საკითხია, რომელ USAID-ს და 4 კაცი რო დატოვეს იმ USAID-ს თუ მოეთხოვება 5 წლიანი გეგმის დაწერა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და როგორ დაეხმარებიან სამოქალაქო სექტორს და ასე შემდეგ. და მესამე რეპორტი არის ვისაც დაასანქცირებენ და ზოგადად კორუფციაზე საქართველოში, მათი საერთო სიის, ასე თქვა, შედგენა. ამას გარდა კანონი ავალდებულებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ მოიკლიოს ის პირები, რომელიც საქართველოში ხელს უწყობენ კორუფციას, ძალადობას, ძირსუთხრიან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მშვიდობას, უსაფრთხოებას და დაუწესოს მან ან სავიზო სანქციები, ან სახაზინო სანქციები, თუმცა ასევე კანონი უტოვებს პრეზიდენტს ამ მოვალეობების გადავადების უფლება მოსილებას. ეს ძალიან მოკლედ, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს. და ბოლოში არის ძალიან ესეთი ზოგადი ესე იგი პუნქტი, რომ თუ ამერიკის სახელმწიფო მდივანი დაადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატია აღდგა და რაღაცა ცვლილებები, მერე დავიწყოთ ლაპარაკი, თქვათ, ხალხებს შორის ურთიერთობების გამარტივებაზე და თქვათ რაღაცა სამხედრო დახმარების ცოტა გასწრაზე. ის არის და ეს მთელი განმარტი. ხო, კი ბატონო, რამდენად შეიძლება ამან რაიმე თქვათ შენი შეფასებით პრობლემა შეუქმნას, ქართულოცებას აიძულოს უკან დაიხიოს, არის თუ არა ეს ის ნაბიჯი კონგრესის მხრიდან თუ ამერიკის მხრიდან თუ იქცევა ის საბოლოო ჯამში, ხო, კანონად და ამოქმედება, რომელიც რაიმე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. პირველ რიგში ცალსახად ეს კანონი არის ბერკეტი ტრამპის ადმინისტრაციის ხელში, რომ მეტი ზეწოლა თუ ის ასე გადაწყვეტს, მეტი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ინიცირების ეტაპზეც, ამ ეტაპზეც, როდესაც შეიძლება შემოუთვალონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ რაღაც ნაბიჯებს არ გადადგავთ, ჩვენ ამ კანონ პროექტს სრულობას მივცემთ სენატში და უკვე მიღების და ხელმოწერის ეტაპზე, თვითონ აღსრულების ეტაპზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხო, ხა რამდენი რეპორტი იქნება დასაწერი და რამდენი სია მოსაძიებელი, ეს ხა იოლი და სწრაფი არ არის შესაბამისად, აქაც შეიძლება იყოს ზეწოლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ან რაღაცები გააკეთეთ, ან ჩვენ ამ კანონს უფრო დიდ მსვლელობას მივცემთ. შესაბამისად, ეს არის ბერკეტი ტრამპის ადმინისტრაციის ხელში. ისიც უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაციას, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციას დღესაც სრული იურიდიული ასე თქვათ, კარდ ბლანში აქვს, რომ ნებისმიერ საქართველოს იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს სანქცია დაუწესოს, ამ კუთხით მას დამატებითი უფლება მოსილება არ სჭირდება, თუმცა ეს კანონი მაინც ავალდებულებს, რომ რაღაცა ჩარჩოში მოაქციოს ეს და სისტემატიზაცია გაუკეთოს ამ ნაბიჯებს. რაც შეეხება ახლა საქართველოს მთავრობაზე, ეს არის თუ არა ზეწოლა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის პრაქტიკული და სიმბოლური მნიშვნელობაც არის ყველა ნაბიჯში. აქ არის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ ორპარტიული კონსენსუსია, ხო, კიდე ერთხელ გამოიხატა, ეხა ისინი ამას deep states დაუძახებენ თუ შეთქმულებას, ფაქტია, რომ ამერიკის კონგრესში, ვისაც საქართველოს საკითხი აინტერესებს, განწყობილია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, დანარჩენი უმრავლესობა არის ან ინდეპენდენტური და ამ ხალხს მიყვება, ან ის მე 42 კაცად არ ველოდი, რომელმაც წინააღმდეგი მისცა, მაგრამ იქაც იმიტომ კი არ მისცეს, რომ თქვა საქართველოს უჭერენ ან საქართველოს მთავრობას უჭერენ მხარს, ხო? ისინი უფრო არიან ანტიინტერვენციონისტები და ზოგადად ეწინააღმდეგებიან ამერიკის გახლართვას სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უნდა გააცნობიეროს, რომ არ არსებობს ჯერჯერობით პოლიტიკოსი კონგრესში, რომელიც მათ სიტყვას შეაწევს. ვინც კი საქართველოს საკითხით დაინტერესებულია, მათ წინააღმდეგ არის განწყობილი და ეს იქნება უდიდესი, ასე ვთქვათ, წინაღობა, რომლის გადალახვას ისინი ან შეძლებენ, ან ვერ შეძლებენ, ან თუ უნდათ საერთოდ გადალახვა, ეს სხვა საკითხია და რა თქმა უნდა, ზეწოლის კუთხისაც ეს გააძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე.
ხო, ну, როგორ ჩანს ლევან დავითაშვილის ვიზიტმა სახელმწიფო დეპარტამენტში არც ვერ გამოიღო შედეგი, ან არ ვიცი, სხვა კუთხით ჰქონდათ მათ და აქვთ დღემდე იმედი, რომ უშუალოდ ადმინისტრაციასთან დაალაგდებიან. გააქვს ამაზე რაიმე ინფორმაცია ამ შეხვედრების შესახებ? ახლა შედეგი არ გამოიღო, თუმცა ახლა მაინდა-მაინც რომც გამოიღო, ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი ხო მაინდა-მაინც ხო არ ეტყოდა ახლა კონგრესს, რომ ეს კანონი არ მიიღო, თან ჯერ არ მიღებულა, ხო, წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს. ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ არ ჩქარობს, თუ დასჭირდა თუ გადაწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ ეს კანონი თქვა გააჩეროს, ჯერ ეს ერთი სენატს შეიძლება შეუთვალონ რაღაცა, მეორე ხელი არ მოაწერონ ან და მესამე კიდე ერთხელ მეორე მიღების შემთხვევაშიც ხო მიუხედავად ახლა რას იფიქრებენ და როგორ არაფერი მიღების მეორე დღეს ხო არაფერი არ იცვლება, ეს არის ურთულესი პროცესი, რასაც ითვალისწინებს, რომ იქ ვადები 180 დღე, 90 დღე შესაბამისად მიღების შემთხვევაშიც კი მეორე დღეს არაფერი არ შეცვლება, ანუ ტრამპის ადმინისტრაციას კიდე აქვს დრო რომ მოსთხოვს საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ცვლილებები, ან თუ მოსთხოვს და რას ითხოვს, სხვა საკითხია, იმიტომ როგორც თვითონ რამდენ განცხადებასაც აკეთებენ საქართველოსზე, აცხადებენ, რომ ჩვენ გადავეცით საქართველოს ხელისუფლებას ის ჩამონათვალი, რაც მათ უნდა განახორციელონ. კი ბატონო, და ბოლოს მაინტერესებს ეს აქტი შეიცვალა, ასე ვთქვა, ხო, თავიდან ცოტა სხვანაირი იყო, ეს მეგობარი აქტი, იქ უფრო მეტ, ასე ვთქვა, ბენეფიტებს ითვალისწინებდა, თუ ხელისუფლება უკან დაიხევდა, იქ იყო რაღაც სავაჭრო ურთიერთობების საუბარი, იყო უვიზო მიმოსვლაზე, ესენი ახლა გაქრა ამ აქტიდან. ეს ალბათ იმიტომ, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას ითვალისწინებენ, არ ვიცი, ჩემი აზრი ასეთია სანახავია იქ წინა წლის ტექსტი ზუსტად, იმიტომ რომ ხო მე იყო არ იყო, მაგრამ ზოგადად ხო უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა მოახდინეს უფრო რეალობასთან დაახლოება, იმიტომ რომ შაშანაც თქვათ პირდაპირ ზღაპრები იყო, არანარი უვიზოს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს არ გაუქმებს არასოდეს მარტივი მიზეზის გამო, რომ ვიზის მომთხოვნთა უარის თქმის მაჩვენებელი უნდა იყოს 3%-ზე ნაკლები, რომ დაიწყოს, ანუ უარის ჩარტყმების საკონსულოში და საქართველოს აქვს 58-9%. თავისუფალ ვაჭრობას რაც შეეხება, ხო, ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც ეფემერული იყო, მაგრამ ამ ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ახლა კანადას ტარიფებს უწესებს და მთელ მსოფლიოს, ახლა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა, რა თქმა უნდა, ესეც სასაცილოა. შესაბამისად, ბენეფიტები ამ კანონში ძალიან ზოგადად ბოლო მუხლია, რომ აი თუ რაღაცა მოხდა, იქ უნდა რაღაცა ძალიან ზოგადია და ბუნებრივია ზოგადია, იმიტომ არანაირ კონკრეტულ დაპირებას კანონის ძალის ამერიკა ვერ გასცემს, იმიტომ რომ ვერანაირი კონკრეტული დაპირება მე მაინც განხორციელება მოუწევს და შეუძლებელია ხო საქართველოს ან ვიზები გაუმარტივო, ან თავისუფალი ვაჭრობა კიდე რთული პროცესია. იქ შესაძლებელია თქვათ მეტი დახმარება მოგცენ თავდაცვაზე. ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს. მეტი ბენეფიტს მე არ ველოდები და არის შესაძლებელი. ხა ინტერპრეტაციები მრავალია, რომ აი ხა უვიზოს ზღაპრები. რა თქმა უნდა, არანაირი უვიზო არ იქნება და არანაირი თავისუფალი ვაჭრობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჯერჯერობით არ იქნება. გასაგებია, მადლობა დიდი, გიორგი ხატიაშვილი გვერდთვებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკის მეცნიერებათა